ახალგაზრდა მამაკაცების დაჭრის საქმეზე კი შინაგან საქმეთა სამინისტრო მორი ადამიანი დააკავა, აქედან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ბრალდებულებმა გორში ურთიერთში ლაპარაკების ნიადაგზე ორ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლიანი დაპირისპირების თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩხუბი გორში წმინდა წყლის დასახლებაში დღის საათებში მოხდა. პროცესში ახალგაზრდების ჯგუფი მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ დროს მიაყენეს 17-18 წლის ახალგაზრდებს უმძიმესი დაზიანებები, რომლებიც შველას მათ თანმხლებ თანატოლებს თხოვდნენ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის ლ ქვეპუნქტით აწარმოებს. დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად რამდენიმე საათში წაუყენებენ. სისხლის დიოდა? რითი იყო დაჭრილი? არ ვიცი, მე მაღაზიაში რომ გამოვხედე, ბავშვი ეხლა მეურეკით იყო რა. და რა მოხდა, რა გაიგეთ? ვერაფერი ვერ გავიგე, აბა. თუ მოვიდეთ მე ვერაფერი. ამ ადგილას მოხდა ჩხუბი? აი, აბა სად მოხდა? იქიდან გამორბოდნენ ბავშვები. რამდენი იყვნენ? ბევრი იყვნენ რა, გრუპა იყო. ორი იყო დაჭრილი? როგორ იყო? სუბუქად მძიმედ რა შეატყეთ თქვენ? რომ მოდიოდი ერთი უცვლად თავი ვიძახდა და წაიქცა. ვეღარა უგონზე და წაიქცა და ის მეორე რა სასაფრთხო წაიყვანეს მე. გავიგე რომ ბიჭი დაჭრესო. მეტი არაფერი არ გამიგია მე და ერთი დავინახე მაღლიდან რომ ეგდო იქ კდებაო და საწრაფომ წაიყვანა მეტი არა. რითი იყო დაჭრილი აი ხო იარაღით ხმა ხო არ გაგიგიათ? ხმა არაფერი გამიგია, ჩოჩქოლი რომ გავიგე ტელევიზორს უცხეროდი და რომ გამოვედი უკვე იქით იდგნენ. და ჩხალ და მე თვითონაც ვტიროდი რომ მართლა ხო არ იღუპება ბიჭები ყიროდნენ არ დაიძინო. ამ ბავშვს დასტიროდნენ, იმისა შემეცოდა. სასწრაფო წაიყვანა ამ კი, ორი სასწრაფო იყო.